სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. მიახლოვდება 40 დღიანი საშობაო მარხვა. მოусმინოთ წმინდა მამებს მათ შეგონებებს წმინდა მარხვის შესახებ. საჭმელისა და სასმელის მოთხოვნილება ჩვენი ხორციელი ბუნების განუყოფელი თვისებაა. ამ მოთხოვნილების ზომიერად დაკმაყოფილება ბუნებრივი და აუცილებელია. ზომიერების საზღვრების დარღვევისას ნაყროვანება გარდაიქცევა საშინელ და დამამცირებელ მანკიერებად, რომელიც იოანეს სინელის მიხედვით ასე გამოიხატება. პირველი, გაუმაძღრობა, მეორე, გემოთ მოყვარება, მესამე, დაუოკებელი სიხარბე საყვარელი საჭმელების მიმართ, მეოთხე, მუცლის მონობა. ყველაფერი ცუდის დასაბამში ნაყროვანება და უზომო ძილია, რომელიც თავის მხრივ მრუშულ გულისთქმას აღძრავს. ნაყროვანებისაგან შემდეგი მანკიერებანია: მრუშობა, გულქვაობა, ძილის სიყვარული, ზღვა, გულის სიტყვათა ღელვა, ღელვა სიბილწისა, უფსკრული უწმინდურებისა, სიზარმაცე, მრავლის მეტყველება, რასაც უღირსი ლოცვა და გონება გაფანტულობა მოხვება. რაც უფრო ცოტას და მსუბუქად შევჭამთ, მით უფრო ნატიფი და მსუბუქი იქნება ჩვენი გული. მსუნაგობა და გემოთ მოყვარება ამ სოფელს მიგაჯაჭვებს და სულს ფრთებს მოგვეცავს. ნაყროვანება წყაროა ხორციელი გულისთქმისა, ხოლო მარხვა უბიწუებისა, ჭამათთა სიმაძღრისაგან გარყვნილება და უწმინდურება მომდინარეობს. ადამისა და ევასათვის მარხვა პირველი მცნება იყო და მარხვის დარღვევამ მათი დაცემა გამოიწვია. მოსაგრე ქრისტიანები ღვთის მოშიშებით მოღვაწეობას სწორედ იმით იწყებენ, რაც ადამიანის დაცემის პირველი მიზეზი გახდა. მაცხოვარმაც მარხვით დაიწყო, რადგანაც მარხვა ეშმაკის წინააღმდეგ მძლავრი იარაღია. უფალმა უდაბნოში ეშმაკი სწორედ მარხვით დაამარცხა. ვინც მარხვითაა აღჭურვილი, მასში ყოველთვის მოშურნეობა ღვივის. მისი გონება მტკიცია და მზად არის ულმობელ ვნებებს მედგრად ებრძოლოს. ვინც მარხვას უგულებელს ყოფს, მას ავიწყდება, რატომ დაეცნენ ცოდვით პირველი ადამიანები. რა იარაღი გვასწავლა მაცხოვარმა ცოდვის წინააღმდეგ. იესო უდაბნოში იყო და 40 დღე და ღამე მარხულობდა. ვინც მარხვას არაფრად არ თვლის, არ იცის, ან არ სურს იცოდეს, რომ ადამიანი ღმერთს ყველაზე ხშირად თავშეუკავლობობის გამო შორდება. ასე დაემართათ სოდომისა და გომორის მაცხოვრებლებს და ნოეს თანამედროვეებს. ყოველგვარი ცოდვა თავშეუკავლებლობისაგან მომდინარეობს. ვინც მარხვას უარყოფს, საკუთარ თავს და სხვას განაიარაღებს მტრებისათვის, მტრებთან, თავის ვნებებთან, სავსე სხეულთან და ეშმაკთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ის ქრისტეს მეომარი არ არის. ვინც ხრის იარაღს და გემოთ მოყვარე, ცოდვის მოყვარე, ხორცს ნებაყოფილობით ტყვედ ბარდება, ასეთი ადამიანი საბოლოოდ ბრმა და ვერ ხედავს, რა კავშირია მიზეზებსა და შედეგებს შორის. მარხვა როგორც ხორცის დათრგუნვა საკუთარ თავში ძველი ადამიანის მოგვდინება, უსისხლო მოწამეობის ტოლფასია. რა არის საკუთარი მარხვა და როგორ უნდა შევეჩვიოთ მას? მარხვა
საკუთარი ბუნების იძულება და გემოთმოყვარეობის მოკვეთაა. მარხვისას ჩვენ ცოტა უნდა ვჭამოთ, უბრალო საკვები მივიღოთ და ნაპროვანებაზე უარი განვაცხადოთ. თავიდან ვერიდებით მძიმე, ნოყიერ საჭმელს, შემდეგ კი მადის ამძვრელ კერძებს. სადილად საკმარისად მიირთვი, ვახშმობისას ცოტა თავი შეიკავე, საზრდო ღირსეულად მიიღე, ღვთის შიშით, სიხარბეს ნუ გამოიჩენ, ის საკვები უნდა მიიღო, რაც ორგანიზმს სჭირდება, ჭამას რომ მორჩები, საჭმელი ცოტა კიდევ უნდა გინდოდეს, ასე თუ მოიქცევი, ზედმეტად აღარ შეჭამ, ეს კი წმინდა მარხვის დასაწყისი იქნება. მარხვის დღეები, ოთხშაბათი და პარასკევი აუცილებლად უნდა დავიცვათ. ხშირია ხოლმე შემთხვევები, რომ მრავალდღიან მარხვებს იცავენ და ოთხშაბათი და პარასკევი უჭერთ. ეს სწორედ ამის შესახებ ამბობენ წმინდა მამები, რომ ოთხშაბათი და პარასკევი აუცილებლად დასაცავი მარხვის დღეებია. ოთხშაბათს იუდამ გასცა მაცხოვარი, ხოლო პარასკევს ჯვარცმა მოხდა. ამ დღეების ღირს სახსოვრად სწორედ დააწესა ეკლესიამ ამ დღეებში მარხვა. თავშეკავება საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში განსაზღვრეთ, მოერიდეთ ხორციელი ბრძოლების დროსაც კი ზედმეტად მკაცრ მარხვას, რომელიც ორგანიზმს ასუსტებს. არის ხოლმე შემთხვევები, რომ მოძღვართან შეუთანხმებლად ან ზედმეტად მკაცრად მარხულობენ, ან პირიქით თვითონ შეიმსუბუქებენ მარხვას. ეს მიუღებელია. აუცილებელია, რომ სწორედ მოძღვარმა, რომელმაც იცის თქვენი სულიერი მდგომარეობა, განსაზღვროს, როგორი მარხვა დაიცვათ ამა თუ იმ შემთხვევაში. გულისხმობ იმას, რომ თუ კი ადამიანი ან დასრული არ არის ჯერ, ან ავად არის, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია ხდება შემსუბუქება მარხვის, აი რა ფორმით და როგორ უკვე ეს მოძღვართან ერთად უნდა განსაზღვროს მორწმუნე ადამიანი. და ასევე ზედმეტი სიმკაცრის შესახებაც. რადგანაც ზედმეტი სიმკაცრე მარხვისას ზოგიერთათვის შემდეგ ხდება კიდევ უფრო და უფრო დაშორების მიზეზი ღმერთისაგან. რადგანაც ვერ იმარხულა ასე მკაცრად, შემდეგ ამის გამო განაწყენდა საკუთარ თავზე და დატოვა ეკლესია. როგორც სუსტმა ადამიანმა ასე იფიქრა მან და ასე დაშორდა ეკლესიას. ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, განსაზღვრეთ მარხვის ხარისხი და ზომა მოძღვართან შეთანხმებით. ჭეშმარიტი მარხვა მოსაგრე ქრისტიანის სულიერ განწყობას, მის საქციელს თავის ბეჭედს ასვამს. თავშეკავებულნი მხოლოდ ჭამას მაშინ კი არ უნდა ვიყოთ, არამედ თავდაჭერილობა საუბარშიც უმართებს. ზომიერად უნდა გვეძინოს, უბრალოდ უნდა გვეცვას და გრძნობის მოთოკვაც უნდა შეგვეძლოს. ჭეშმარიტი მარხვისათვის მიუღებელია პატივმოყვარეობა და მოდუნება. მარხვაში აუცილებელია ნაპროვანებას ვაშკაცურად და გონივრულად მოვერიდოთ. ვინც არ მარხულობს, არ უნდა განვიკითხოთ, მათ კი ჩვენ მარხველები არ უნდა დაგვძრახონ. იმისათვის, რომ სხეულის სიჯანსახე შევინარჩუნოთ და დიდხანს ვიცოცხლოთ, საჭიროა შემდეგი წესი დავიცვათ. ყოველთვის მოვერიდოთ მრისხანებას. მრისხანებისაგან მთელ სხეულში ნაღველი იღვრება. ეს თავის ტკივილს იწვევს, ვნებს ჯანმრთელობას და უხილავად ამოკლებს ადამიანის სიცოცხლეს. სიშმაგე და მძვინვარება ღვთის სიტყვის თანახმად სიცოცხლის დღეებს ამცირებს. შესაბამისად, ვინც გაბრაზებისაგან თავს იკავებს, არ უნებს საკუთარ ჯანმრთელობას და არც სიცოცხლეს ისრაფებს. ჯანსაღი ძილი და ზომიერი კვება სიცოცხლეს ახანგრძლივებს. რაც კარგად გძინავს, ესე იგი ჯანმრთელობაც საიმედო მდგომარეობაშია.
ზომიერი კვება ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს და პირიქით ბევრი ჭამა წარმოქმნის მავნე წვენს, რომელიც საჭმელის გადამუშავებას ხელს უშლის და ავადმყოფობას იწვევს, რაც შემდეგ ადამიანს ძვირად უჯდება. გაუმაძღარ კაცს კი უძილობა, ქოლერა და მუცლის გრემა გასტანჯავსო, ამბობს სიბრძნე ზირაქისა. გვარწმუნებს ღვთის სიტყვა, ამიტომაც ისინი, რომელთაც ჭამას მასში ზომა არ იციან, უმეტესწილად დიდხანს ვერ ცოცხლობენ. ქოლერაში მარტო ეს დაავადება არ უნდა ვიგულისხმოთ, რა თქმა უნდა, ეს ქოლერა გავრცელებული იყო ძველ დროს და უნდა ვიგულისხმოთ ყველა სხვა მძიმე დაავადებები, რომელიც დღევანდელ ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში არსებობს. ასე რომ თუ გინდა სიცოცხლე გაიხანგრძლივო, ზომიერი კვება უნდა გიყვარდეს. კარგია თუ ბევრს არ შევჭამთ, ასევე კარგია თუ ზედმეტ ალკოჰოლს მოვერიდებით, რადგანაც ის ანგრევს ორგანიზმს და სხვადასხვა დაავადებებს ბადებს. ერთი სიტყვით, ვისაც ღვინო ძლევს, ის დიდხანს ვერ იცოცხლებს. ღვინოში ნუ ივაშკაცებ, რადგან ღვინოს ბევრი დაუღუპავს, ამბობს ასევე სიბრძნე ზირაქისა. ბრძანებს საღვთო წერილი. ასე რომ ვინც ღვინისაგან თავს იკავებს, ის მარტივად ინარჩუნებს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს იხანგრძლივებს. ღრმა სიბერემდე რომ ვიცოცხლოთ, საჭიროა საპირისპირო სქესთან უკანონო ურთიერთობებს მოვერიდოთ. რადგანაც ვინც სიწმინდით არ ცხოვრობს, მეშვიდე მცნებას არ იცავს, სხვადასხვა ავადმყოფობის მსხვერპლი ხდება. საღმრთო წერილის მიხედვით, ვინც მრუშობს, სულსაც იღუპავს და ავადდება კიდევ. სხვადასხვა მძიმე დაავადებებით. თუ თავშეკავება ჩვევად გვექცა, მაშინ ხორციელი მარხვა უფრო ადვილი ხდება. თუმცა იგი სულიერი მარხვის გარეშე არაფრად არ ღირს. სულიერი მარხვა სულიერი ძალების მოკრების ხანა. ამ დროს ვაძლიერებთ ლოცვას. უფრო მეტად გავცემთ მოწყალებას. ვიმორჩილებთ ვნებებს. ურიგდებით მტრებს. მარხვა სულის საზრდოა. მას სიხარულით შევხვდეთ. ასეთია მამათა შეგონებანი მარხვის შესახებ და სმა ჭამაში ზომიერების შესახებ. აი აქ ითქვა, რომ ვინც არ მარხულობს, ნუ განვიკითხოთ. და ასევე ვინც მარხულობს, მას ხვები ნუ განიკითხავ. ამიტომ ყოველგვარი განკითხვის გარეშე მინდა ვთქვა, მაგრამ ასევე თან გამოვხატო ჩემი გულის ტკივილიც იმასთან დაკავშირებით, რომ ვრცელდება ისეთი ვიდეო სიუჟეტები, სადაც სასულიერო პირები არიან დაკავებული ათლეტური ვარჯიშებით და ამას საჯაროდ აჩვენებენ. ბუნებრივია განმოსილები, ბოდი ბილდინგით არიან დაკავებულები. ნუ როდესაც ასეთი სასულიერო პირი ამბიონზე დადგება და მარხვის შესახებ ისაუბრებს, ცოტა არ იყოს იქნება არა თანამიმდევრული, რბილად რომ ვთქვათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ ხალხს უსვამთ, რომ მღვდელმა უნდა გაითავისოს, რომ ის არის მღვდელი და არა სხვა რაღაც მიმდინარეობების მიმდევარი. ეს იქნება სპორტი, ხელოვნება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს ყოველივე შემდეგში იწვევს დაბრკოლებას მორწმუნე ერისა. ზოგიერთი ამბობს, რომ იქნებ პირადად უთხრათ, ან ამბობენ, რომ იქნებ პირადად გვითხრა. მათ უპასუხებთ, ეს რომ იყოს რაღაც ისეთი რთული საკითხი, საღვთისმეტყველო საკითხი,
ბუნებრივია, რომ შევხვდებით, დაველაპარაკებით ადამიანს, აუხსნით მის დომილებას, მაგრამ მღვდელს როგორ უნდა უთხრა, რომ არ იმსახიობო. მღვდელს როგორ უნდა უთხრა, რომ ბანჯო არ დაუკრა სცენაზე. მღვდელს როგორ უნდა უთხრა, რომ განმოსილმა არ იარო და ბოდიბილდინგით არ იყო დაკავებული. ეს ხო მან უნდა იცოდეს. ამიტომ ჩვენ ამას საუბრობთ იმის გამო, რომ მორწმუნე საზოგადოება არ დაბრკოლდეს. ჩვენ ყოველთვის ამას მივცემთ უარყოფით შეფასებას და ყოველთვის გავხდით მსჯელობის საგნად. ეს მიუღებელია და არც მღვდელს შეეფარება ასეთი ცხოვრების წესი ცხოვრება და მით უფრო კიდე როდესაც მარხვის დღეებია, თუნდაც აი ასეთ დღეებში რა უნდა უკადაგოს ასეთმა მოძღვარმა მრევლს. ხო ეტყვიან, ანუ შენ ახლა ვარჯიშიდან მოდიხარ თუ ვარჯიშზე უნდა წახვიდე და აი რაზღებულობ იმ მარხვის საკვებს, რომელსაც სხვადასხვა მორწმუნე ადამიანები ღებულობენ. თუ რაღაც სხვა რამეს, რომელიც შენს ფიზიკურ აღნაგობას და მის შენარჩუნებას ხელს უწყობს. აი ესეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ასეთი სასულიერო პირი. ამას კიდევ მეორე გულის ტკივილით ვამბობთ ჩვენ და ვსაუბრობთ ამის შესახებ, რომ ეს მიუღებელია, კატეგორიულად მიუღებელია. გილოცავთ მარხვის დაწყებას. ერთმა დაგლოცოთ და გაგვიყვანთ. ბუნებრივია, სხვალიდან არ იწყება, დაიწყება სამშაბათიდან მარხვა. გაიხარეთ.